რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღეს ზუსტად 3 წელი გავიდა და 3 წლის თავზე დღეს საქართველოს მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას, უკრაინელ ხალხს და ყველა იმ მებრძოლს, უკრაინელ და ქართულ მებრძოლებს, რომლებმაც თავი შესწირეს ამ ბრძოლას. დღეს მოქალაქეებმა, აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშნად საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიიტანეს უკრაინის ფერებში წარწერები. ამ წარწერებზე ვკითხულობ: არ დანებდე უკრაინა, საქართველოს შენთანაა, დიდება უკრაინას, გამარჯვება უკრაინას, ჩვენს მოძმე ხალხს. მე მაქვს ახლა შესაძლებლობა გავესაუბრო აქ შეკრებილ ადამიანებს. მოგესალმებით, ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. პირველ რიგში რომ გითხრათ თქვენი შეკრების მთავარი мотиваცია, დღეს რატომ გამოხვედით ქუჩაში? დღეს გამოვედით უკრაინის 3 წლისთავია რუსეთის აგრესიის შეჭრის უკრაინის ტერიტორიაზე და სოლიდარობას უცხადებთ გმირ უკრაინელებს, პრეზიდენტს ზელენსკის გამარჯვების მოლოდინი და ბუნებრივია მასებება ჩვენი პოლიტპატიმრების საკითხი და ახალი არჩევნები, რაც შეიძლება დროის წაღების გარეშე დროულად იქნეს ჩანიშნული. ეგ არის ჩვენი მიზანი, ყოველდღიურად ვიბრძვით პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი განთავისუფლება და ახალი არჩევნები, რომელიც გადაარჩენს ქართულ სახელმწიფოებრიობას. მადლობა, თქვენ უსმენთ აქციის მონაწილეს, მე ვეცდები კიდევ რამდენიმე მათგანს გავესაუბრო და გავიგო დღევანდელი შეკრების мотиваცია. რა თქმა უნდა, დღეს აქ შეკრებილი ადამიანები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. პირველ რიგში რომ გითხრათ დღეს რატომ შეიკრიბეთ, რა არის თქვენი მთავარი мотиваცია და დღეს ჩვენ ვნახეთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოტანილი უკრაინის დროშის ფერებში წარწერები, ხო? ამის შესახებაც რომ მოუყვეთ მაყურებელს. კი ბატონო, დღეს შევიკრიბეთ, იმიტომ რომ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვხატოთ უკრაინისადმი, უკრაინელი ხალხისადმი და ვთქვათ, რომ ეს არის ერთიანი ბრძოლა. ისინი იბრძვიან ჩვენთვის და ჩვენ აუცილებლად ხარი უნდა გაუმაგროთ და უნდა უთხრათ ჩვენ სოლიდარობა უნდა გამოვხატოთ და მადლიერები უნდა ვიყოთ ამისთვის. ამიტომ გაუმარჯოს უკრაინას, გაუმარჯოს საქართველოს. დიდი მადლობა. მადლობა, თქვენ უხსმენდით აქციის მონაწილეს. სოლობა დაიძრა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დღევანდელი მსვლელობა არის მხარდასაჭერი უკრაინის, უკრაინელი ხალხის და იმ ადამიანების, რომლებმაც თავი შეწირეს ამ ბრძოლას. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მელიქიშვილის გამზირზე და დღევანდელი მსვლელობის საბოლოო წერტილი არის რუსთაველის გამზირი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. იქ შეიკრიბებიან საქართველოს მოქალაქეები და კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ სოლიდარობას უკრაინას და უკრაინელ ხალხს. მე მაყურებელს კადრს ვუტოვებ ახლა პირდაპირ ეთერში.